დილამშვიდობის დალი ჯონი, მოგესალმებით. Როგორც ნახეთ, ახლა ვასრულებდი ჩაჯდომს ოღონდ შტანგით, ვინაიდან მე არ ვარ დამწყები, თუმცა დამწყების შემთხვევაში მე და ჩემი რესპონდენტი დღეს აგიხსნით ძალიან მნიშვნელოვან დეტალებს გაგიზიარებთ ჩაჯდომებთან დაკავშირებით. ზოგადად ერთი შეხედვით თითქოს მარტივია, მაგრამ ძალიან ეფექტური ვარჯიშია იმისთვის, რომ გქონდეს ლამაზი და ძლიერი ფეხები და რა თქმა უნდა, თეძოს კუნთები, იმიტომ რომ ეს ყველა გალბატონს ძალიან მოსწონს. ჩაჯდომებს აქვს ძალიან ბევრი დადებითი თვისება, რომელიც მნიშვნელოვანია რომ იცოდეთ. აძლიერებს სხეულის კუნთებს, ჩართულია სხეულის კუნთების 60-70% ჩაჯდომების პროცესში. მუშაობს როგორც ზურგის, ასევე ფეხის, ხელის და მუცლის კუნთებიც და გვეხმარება კოორდინაციაში, ბალანსში და უფრო ბევრ რაღაცას ჩემს რესპონდენტთან ერთად გაგიზიარებთ. ანიკო ჭედია იმყოფება ჩემთან ერთად საქართველოს და საერთაშორისო პრიზიორი ფიტნეს ბიკინის კატეგორიაში. ხო ისე ანიკო? ჩემპიონი. დილამშვიდობის ანა. მე მინდა უკვე ვაყურებელს ვუთხარი, რომ ჩაჯდომს აქვს სხვადასხვა ვარიაცია. ეს მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, იმიტომ რომ სად უნდა მივიდეს, მე წავიდეს დატვირთვა ფეხის წინა ნაწილზე, ბარძაყის წინა ნაწილზე, შიდა ნაწილებზე თუ საჯდომის კუნთზე. ამიტომ ეს ვარიაციები თუ იცით, მარტივად გააკეთებთ ჩაჯდომს. ანიკო, მოდი დავიწყოთ პირდაპირ ვასწავლოთ ჩვენს მაყურებელს, განსაკუთრებით სახლის პირობებში, ვინც დამწყებია და როგორ შეიძლება რომ გააკეთოს. საერთოდ ჩაჯდომების ვარიაციები ძალიან ბევრი არსებობს, მაგრამ დღეს თავარს აგიხსნით, რომ იო დაიმასოთ ეს ყველაფერი. სახლის პირობებში რა თქმა უნდა უმეტეს გექნებათ უკვე განტელები მინიმალური ან მაქსიმალური წონებით, რაც გაგაჩნიათ, ან იგივე ბოთლი შეგრიათ წყლით გამოიყენოთ, რომ რაღაც დატვირთვა მიიღოთ კუნთზე. პირველს აგიხსნით კლასიკურ ვარიაციას, ვეწყდება ხოლმე ფეხებს სწორად, მხების სიგანეზე და ვაკეთებთ ჩაჯდომას სტანდარტულად. ჩავდივართ სწორი წელით აუცილებლად, ჩავხედით მაქსიმალური სიღრმეში და ნელა ამოხვედით. ამ შემთხვევაში ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ განტელები. და უკეთეს იქნება რომ შუაში დაეჭიროთ რომ იყოს სწორი გადანაწილება წონის და ჩახვიდეთ მაქსიმალურად სიღრმეში და ამოხვიდეთ ბოლომდე. ეს არის ვარიაცია, რომელშიც მუშაობს ფეხების წინა ნაწილები და საჯდომის კუნთი მეორე ხარისხოვნად. ეხლა ჩავთვალთ მეორე ვარიაციას, რომელშიც მუშაობს შიდა ნაწილები ფეხების და საჯდომის კუნთი ასევე. ფეხებს გაიტანთ სიმხრების სიგანეზე, ცოტათი გადაშლით ცერებს და აქაც ჩადიხართ მაქსიმალურად მათ და ბოლომდე ამოდიხართ. ანიკო, იცი რა მინდა ვუთხრათ ასევე დამწყებებს გამეორებები და მისვლების რაოდენობა. თუ თქვენი მიზანია რომ გამოყენოთ ფორმა და მიიღოთ ტონუსი სხეულის, სადაც 20 გამეორება საკმარისი იქნება. ბოლოს იცოდეთ რომ წონები ცოტა მეტი აიღოთ. კი ბატონო, ეხლა მესამე ვარიაცია, რომელშიც იგივენაირად ფეხების გათხრების სიგანეზე ცერებს გადაშლით, მაგრამ კორპუსს ამ შემთხვევაში წინ გადაწევთ და ჩადიხართ წინ გადაწეული კორპუსი. ამ შემთხვევაში მუშაობს უფრო მეტად დონდოლა კუნთი. აქვე გეტყვით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სუნთქვა. ყველა ვარჯიშის დროს მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ. ამ შემთხვევაში ჩაჯდომის შემთხვევაში ყველა ვარიაციებში ჩასვლის დროს უნდა შეისუნთქოთ და ამოსვლის დროს ამოისუნთქოთ. ან ჩახვედით, შეისუნთქეთ, ამოხვედით, ამოისუნთქეთ. ეხლა მნიშვნელოვანი შეცდომები, რომლებსაც ვუშვებთ ხოლმე ჩაჯდომის დროს და აუცილებელია ეს მაყურებელმა იცოდეს. პირველი უნდა იყოს მობილიზებული წელი და ზურგი და არ უნდა იყოს მოხრილი, არ უნდა იყოს არავითარ შემთხვევაში, განსაკუთრებით კი თუ მძიმე წონას ეჭიდებით ამ შემთხვევაში. ასევე მუხლები. ყოველთვის ეცადეთ ხოლმე რომ ჩაჯდომის დროს ჩაჯდეთ მენჯის სახსრით და არა მუხლით. ანუ ესე წინ არ უნდა ჩახვიდეთ, აუცილებელი არის რომ დაიწყოთ მენჯის სახსრით ჩაჯდომა და აი სწორად ჩახვიდეთ. ასევე ძალიან ბევრი უშვებს ხოლმე შეცდომას და თავი აქვს ხოლმე დახრილი. არც ეს არ შეიძლება, აუცილებლად თავი ზემოთ, იყურეთ წინ და გაწონასწორებულად ჩაჭექით. რამე ხوار დამავიწყდა კიდევ შეცდომა, რომელსაც ხშირად რასაც უშვებენ ხოლმე სამწუხაროდ უკვე ახსენე. ეხლა თუ თქვენ ჩაჯდომებს შეასრულებთ ხოლმე ეს მარტივად და ხართ დამწყები და რა თქმა უნდა შეიძლება გვიყურებს ის ადამიანები, ვინც უკვე ასე ვთქვათ შტანგაზე მიდიან და სრულიადაც დამწყებები უკვე არ არიან. ამიტომ შტანგის შემთხვევაში, რომელსაც მე წეღან ვასრულებდი, კიდევ ერთხელ ავხსნით, როგორ უნდა დავიდოთ შტანგა მხრებზე. აუცილებელი არის, რომ გვედოს რბილ ნაწილზე და არავითარ შემთხვევაში არ მოათავსოთ კისრის მალებზე. თუ რაღაც შემისწორეთ თუ მე რამე ისე. ანუ აქ უნდა არ შეიძლება რომ კისრის მალებზე დავიდეთ, პირიქით რბილ ნაწილზე შემოდივართ ფიქსირებულად, ვასწორებთ ასევე იდაყვებს. იდაყვები არ უნდა გადიოდეს არავითარ შემთხვევაში უკან და აი ესე
ფეხები, როგორც უკვე თქვით, მუხლები არ შემოდის ქვემოთ, უბრალოდ შიგნით, აუცილებელია რომ განზე გავიდეს. დავაფიქსირებთ ხელებს, მოვემზადებით რომ ავიღოთ და იმ შემთხვევაში თუ მძიმე წონა გაქვთ, პირველად არ მიხვდეთ ეგრევე მძიმე წონაზე და ეცადეთ რომ დაიწყოთ მსუბუქად, ავიღებთ, გამოვალთ და ძალიან შორს არ წახვიდეთ ხოლმე, ჩემი რეკომენდაცია იქნება. ხელები ესე და როგორც უკვე თქვით, არ ჯდებით მუხლით, ჯდებით მენჯის სახსრით, რომელიც არის ყველაზე დიდი სახსარი. ჩავდივართ და ამოვდივართ. ჩავდივართ გამოვისუნთ. ლიკუნა, კიდევ არის ერთი ასეთი შეცდომა არის თუ არა, არ ვიცი, იქნებ შენ მითხრა, ჩაჯდომის დროს ფეხის წვერებზე როცა დგებიან, ეს ითვლება შეცდომად, თუ ეს დასაშვებია? ჩემი ინსტრუქტორი გაგვცემს ამაზე პასუხს. ჩაჯდომის დროს ხშირად ფეხის წვერებზე დგებიანო. შეიძლება თუ არა და შეცდომა, ან თუ შეცდომა არის. წვერებზე დგომა, რა თქმა უნდა, არის სწორი, იმიტომ რომ მთლიანი ტერფით უნდა იდგეთ, რომ იყოს გადანაწილებული სწორად წონები, მაგრამ ასევე ბევრი სპორტსმენი იყენებს სხვადასხვა ტექნიკებს, ანუ ვიდებთ ეგრეთ წოდებულ ბრინებს, ქუსლებს ქვეშ და ისე ვაკეთებთ ჩაჯდომას იმისათვის, რომ ფეხების წინა ნაწილები მეტად დაეტვირთოს, ვიდრე დუნდულა კუნთი. აქვე მე ბევრ შეცდომაზე ვისაუბრე, ესეც ერთ-ერთი იყო, რომელსაც ახლა ანიკო საუბრობდა. კიდევ მნიშვნელოვანია ის, რომ არ ჩავარდეთ ჩაჯდომის დროს, ანუ მაქსიმალურად და ამოსვლისას არ უნდა გაშალოთ მუხლის სახსარი ბოლომდე. ამ შემთხვევაში ტრამვას მიიღებთ, აუცილებელია რომ დაახლოებით ესე ზამბარისებურად დაგვრჩეს მუხლები და ბოლომდე არ გაშალოთ, თორემ დაიტრამვებით, როგორც უკვე გითხარით. ასევე რეკომენდაცია არის ის, რომ არავითარ შემთხვევაში არ დაიწყოთ თავიდანვე მძიმე წონებით, ნელ-ნელა გაზარდეთ წონა, რამდენ ხანში ერთხელ შეიძლება წონის გაზრდა, მაგრამ ესეც გითხარი და დასასრულისკენ წავალთ. ეს ყველა ინდივიდუალურია, ანუ ადამიანს ზოგი არის ძალიან ძლიერი ადამიანი და მას შეუძლია შეიძლება თვეში ორჯერ ზადოს წონა მინიმალურით მაინც 2.5 კილოებით, მაგრამ ზოგს ისეთი ძალის მიმაჩვენებელი გენეტიკურად შეიძლება 10 და 20 კილოებითაც ავიდეს, ასე რომ დააკვირდით, შეიძლება ჩაიწეროთ ხოლმე დღიურებში, აკონტროლოთ თქვენი ცვლილებები ძალის მიმაჩვენებლებში და მას მიხვდებით რამდენს წერთ და რამდენს ვერ. დიდი მადლობა, ანიკო ჭედია იყო დღეს ჩვენთან ერთად. აქვე გეტყვით რომ კიდევ ერთხელ რომ ყველას გვინდა რომ გქონდეს, როგორც უკვე თქვით, ძლიერი ფეხები, მოხდენილი თეძოს კუნთები, ამიტომ ჩაჯდომები არის ძალიან მნიშვნელოვანი ვარჯიში, თუმცა აუცილებლად უნდა იცოდეთ შესრულების სწორი ტექნიკა და ის ვარიაციები გაითვალისწინეთ, რომელიც დღეს მე და ანიკომ გაჩვენებთ. მე წარმატებულ დღეს გისურვებთ ყველას.